აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატთან დათო კოდუასთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ზუგდიდში შალვა დადიანის ქუჩაზე მდებარე დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. გიორგი ჭინჭარაძე დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო და მათ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროგრამები გააცნო. ჩვენ მოვისმინეთ მათი პრობლემები, საჭიროებები, რაზეც ჩვენ მომავალში მოვახდენთ რეაგირებას, ასევე საჭიროებებთან და გამოწვევებთან ერთად ჩვენ გავაცანით მათ ჩვენი სისტემაში შემავალი სამინისტროების, როგორც განათლების მიმართულებით, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით სხვადასხვა პროგრამები, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა ახორციელებს და ზოგადად ჩვენი მიზანია, რომ მათი საცხოვრებელი პირობები იყოს ღირსეული და ყველა ის საჭიროება და პრობლემა, რაც დღეს უდგათ მათ, მაქსიმალურად იქნას აღმოფხვილი. ძალიან თბილი შეხვედრა ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან. მადლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეს ბატონ გიორგი ჭინჭარაძეს, რომელიც მუდმივად გვერდში გვიდგას, მუდმივად ეცნობა ამ ადამიანების პრობლემებს, ყოველდღიურობას, თუ რა ჭირდებათ მან და მათ და ჩვენ მაქსიმალურად ვინდომებთ, რომ ამ ადამიანებს ყისიერად მოუგვარდეთ ის პირველადი პრობლემები, რაც მათ გააჩნიათ. ძალიან კმაყოფილება რამ შეხვედრით. ძალიან ბევრ რაღაცაზე ველაპარაკეთ. ისეთი კაი პროგრამები წარმოგვიდგინეს, რომ ძალიან კმაყოფილებით დავრჩით.